გამარჯობა და მხოლოდ გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ყველა ქართულ საქმეში. მე თემო ვარ ბოკელავალძე და თავიდანვე მინდა გთხოვოთ ამ ვიდეოს მაქსიმალური გაზიარება. რადგან სურს გესაუბროთ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე. და გთხოვოთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს პირად შეტყობინებაშიც. ეს ვიდეო მე სურვილი მაქვს თელმა საქართველოს ნახოს და ჩაერთოს ამ ეს ორ პროექტში. პირველი პროექტი საქართველოს გაბწყინდება. პროექტი საქართველოს გაბწყინების მთავარი მიზანი გახლავთ ჩობადობის წახალისება და ყველა საქართველოს მოქალაქე დაბადებულ ახალშობილზე ვითხოვ პირველ ბავშვზე 3000 ლარს, მეორე ბავშვზე 5000 ლარს და ყოველ შემდგომ დაბადებულზე 2000 ლარით მეც. ამავდროულად 1 წლის განმავლობაში უნდა კონდეს სოლის არფეთქები, ბავშვის საფენები და ასე შემდგომ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, თუ ოჯახი ითხოვს და შესაძლებლობა არ აქვს ხელოვნური კვებად სახელმწიფომ უზრუნველყოს, რადგან მოგეხსენებათ, ბევრ დედას არ შეუძლია ბუნებრივ კვებაზე ყავდეს ახალდაბადებული ბავშვი. ამავდროულად, მთავარი ჯილდო შობადობის წახალისებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ბინა. ანუ ბინა უნდა იყოს, ჩემი აზრით, მეათე ბავშვზე, რომ მეათე ბავშვის დაბადების შემდგომ ოჯახს უნდა გადაეცეს 12 სულიანი ოჯახისათვის განკუთვნილი ბინა. ანუ დედა, მამა და 10 ბავშვი იგულისხმება. ამავდროულად დავიწყე კიდევ ერთი უდიდესი პროექტი არა მონობას. 26 წელი ვერავინ შეცვალა სამწუხაროდ ეს კანონები. და მე ვითხოვ მინიმალურ საათობრივ და მინიმალურ თვიურ ანაზღაურებას. თვეში მინიმუმ 800 ლარს, რომელზეც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის დაცვა დასაქმებულის დამსაქმებელთან მიმართებაში, რომ 800 ლარზე ნაკლები ხელფასი არ იყოს. და მე ვითხოვ ამავდროულად საათში 8 ლარს. კვირაში ჩვენ გვაქვს 40 სამუშაო საათი. თვეში გამოდის 160. 160-ზე გამოთ 8 ლარზე, ანუ 160 სამუშაო საათი თვეში რო გავუბრალოთ 8 ლარზე გამოდის 1280 ლარი. ეს არის სულ მცირე რისის შესაძლებლობაც გვაქვს. მე მესმის ბევრად მეტი გვინდა, მაგრამ მე არ ვაპირებ კიდევ ერთხელ გეუბნებით მანიპულირებას ციფრებით და არ ვიძახი რომ ყველას უნდა კონდეს 2, 3, 5, 10000 ლარი ხელფასი. რა თქმა უნდა, ჩემი სრული არის ყველას მაღალ ანაზღაურებადი სამსახურები კონდეთ. მაგრამ მე პირველ რიგში ვზრუნავ იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და აქვთ დაბალი ანაზღაურება. პირდაპირ მნიშვნელობით, ჩემი დათვლებით, სტატისტიკებზე დაყრდნობით 1,150,000 ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელთა ხელფასის გაზრდაც მინიმუმ 5%-დან მაქსიმუმ 47-58, შესაძლოა 60%-მდე გაიზარდოს ხელფასი. აი ეს არის ის ჩემი მიზანი, რომ იქნებ რამენაირად ეს შევცვალოთ. ძალიან ბევრი მიკომენტარებთ, საათში 8 ლარი კი არა 16-იო, 20-იო. რა თქმა უნდა, მეც მომხრეო რა შეიძლება მაღალ ანაზღაურებადი სამსახურებში იმუშაოთ, მაგრამ მე არ მინდა ციფრებზე მანიპულირება. მე ვიცი ის მინიმალური ზღვარი, რაზეც დაკანონებად შეგვიძლია ხალხს ერთობით. მე რომ მოვითხოვ, ეხლა წარმოიდგინეთ ზღაპრული ციფრები. არ მეტყვის მთავრობა აი რაზეა საუბარი, ეს ხალხს ატყუებს. ხო და მე არ მინდა რომ თქვენ მოგატყუოთ. და მე ვიცი რომ თუ ხალხის და საზოგადოების ერთობა შესაძლებელი იქნება ამ მიზნების მიღწევაც. ეს არის აი ეს ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ხელფასების ზრდა, მინიმალური საათობრივი და თვიური ანაზღაურების დაწესება და რა თქმა უნდა შობადობის წახალისება. აი ზუსტად გულწრფელად გეტყვით 10-დან 10-იანში, 100-დან 100-იანში გავარტყი და ეს უკვე ეწყობათ სხვადასხვა ორგანიზაციებს. Fake აკაუნტების წარმომადგენლებსაც რეიპს მიწერთ. ეტყობა უკვე ძალიან ბევრმა შინაურმა მითხრა თემო გაჩერდი, ეხლა მაგას ვინ გააკეთებს, მაგრამ ეს მეუბნებოდით მაშინაც, როდესაც ვიწყებდი წინა პროექტს უზენაეს თავისუფლებას. და დღეს უკვე ხედავთ რამოდენიმე სკოლაში საპილოტო პროგრამით რელიგიის გაკვეთილებსაც. და ხედავთ სამხედრო გაკვეთილებსაც. მე მაშინ უბრალოდ არ მოგისმინეთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ვიცოდი რისთვის ვიბრძოდი. ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, სარწმუნოებისათვის და ბრძოლისუნარიანი თაობისათვის. ის პროექტი უკვე განხორციელდა, მაგრამ მე ახლა კიდევ ორი მიზანი მაქვს, ორი უდიდესი პროექტი. ჩემი ქვეყანა მინდა იყოს ძლევამოსილი და ამისთვის უნიშნელოვანესი არის ჩვენი დემოგრაფიული ზრდა პირველ რიგში და მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესება. ამის გარდა ძალიან ბევრი მინდა, მაგრამ აი ამ ორ პროექტზე პირდაპირ გეუბნებით. ჩვენი მტრები
ჩვენი ქვეყანაში არსებული მტრებიც უკვე დამიპირისპირდნენ. უკვე დამიპირისპირდნენ და არ ვაპირებ ყველაფერზე ვიდეოში საუბარს. ერთი წამითაც კი არ იფიქროთ, რომ მე რამეზე უკან დამხევი ვარ რა. მერაბ კოსტავას აქ შესანიშნავი სიტყვები. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. და მე გეტყვით, რომ შტორმიც კი ვერ შეგვაჩერებს. ვერ შეგვაჩერებს შტორმიც. თუ საზოგადოების ერთობა იქნება. მე მჯერა, იცით რისი? რომ ჩვენი რწმენით, ბრძოლით და შრომით ყველაფერი მიღწევადი არის. ამიტომაც მაქსიმუმ გთხოვთ ახლა ამ ვიდეოს გაზიარებას. გადააზიარეთ ყველგან. ჭირდება ხელმოწერების აგროვებაში დახმარება, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მივაწოდე ხელმოწერები, რომ მარტო არ ვფიქრობ ასე და დრო განიხილონ ეს საკითხი და გადაწყვიტონ დადებითად.